მე რო დადაგეთ უკვე სწორად და აქ ფენო შენ მზად ხარ? კი, სама მე მზად ვარ. კარგია, მე რო შენ მზად ხარ? მეც ასევე. მაშინ ჩვენ უკვე ვიწყებთ. მოგესალმებით, მეგრო თქვენ მე საბათ და არხი კაპიტში როსონ სამი და ვინ დგას ჩემს უკან? ეს ხომ არის ლეგენდები ჩემი არხის. ფერმერი და მერი. და როგორც თქვენ ალბათ უკვე მივხვდით ამ ვიდეოს სათაურიდან, დღეს არის ბატლი ფერმერისა და მერის შორის. ვინ ააშენებს უფრო ლამაზ და უფრო სწორ ჩემს სახლს ჩემი სოფლიდან მინიკრაფტში. ვინც უყურებს ჩემს არხს დიდი ხნის განმავლობაში, იმათმა იციან თუ რა პერსონაჟები არიან ფერმერი და მერი და მოდით უკვე დავიწყოთ. ჯერ რასაკვირველია ვკითხოთ ორივეს თუ მათ აზრით ვინ მოიგებს. ფერმერო, გამარჯობა, აბა შენი აზრით ვინ მოიგებს დღევანდელ ბატლში? საბა ვერავინ დაგითხრა. პრინციპში მე ძალიან ვწვალობდი ამ სახლის გასაკეთებლად და პრინციპში როდესაც შეხვედრ სახლში შენ თვითონ უკვე ყველაფერს გააკეთე, შენ თვითონ უკვე ყველაფერს მიხვდები. Εντάξει, ოკეი, ჩემი ძალიან კარგი პასუხია და აქ მე რო შენი აზრით აბა ვინ მოიგებს დღევანდელ ბატლში? ნუ საბა პრინციპში მე უფრო კრეატიულად ავაშენე შენი სახლი, როგორც უკვე ხვდები, რადგან უბრალო ხის მატერიალის მაგივრად მე გავაკეთე ქვისგან, მაგიტომ ჩემი აზრით ეს უფრო საინტერესო იქნება, რომ შეამოწმო თუ ვისი სახლი იქნება უფრო ლამაზი. Εντάξει, ოკეი, ესეც გასაგებია, ეს პასუხიც ითვლება და მოით მეგობრებო უკვე დავიწყოთ. რომელი სახლიდან დავიწყოთ და მოით მეგობრებო მარცხნიდან მარჯვნივ წავიდეთ. მაგიტომ მოით მეგობრებო გამოიც დავიწყოთ ფერმერის სახლიდან. მოით ჯერჯერობით ასე გავფრინდეთ, ვნახოთ როგორ არის ყველაფერი გაკეთებული. როგორც მე ვხედავ, აქ არის დამზადებული ყველაფერი მუქი ხისგან და ასევე შერეული უფრო ფერად ხესთან, ეს ასაკვირველია, უკვე ძალიან ლამაზია, მე ძალიან მიყვარს ასეთი რამ და მოით უკვე შევიდეთ კარები, როგორც ჩემს სახლში პრინციპში და მოდით შევიდეთ. მე რასაც უკვე როგორც მე ვხედავ იმას, რომ აქ არის ორი ოთახი, გამოის სახლი არის ორი ოთახიანი, გამოის ეს არის შემოსასვლელი და იქ გამოის უკვე საძინებელი. მოდით ჯერჯერობით დავიწყოთ შემოსასვლელიდან გამოის ვეზეთ შემოვდივარ სახლში. რას ხედავთ, რომ იატაკიც არის გაკეთებული მუხი ხის მასალისაგან. მუსიკალური ცენტრი, ოკეი. პრინციპში ჩემს სახლში როგორც თქვენ იცით, მუსიკალური ცენტრი არ არის. ნუ არის უბრალოდ იქ არის ხოდა ასეთი დინამიკი და ასეთი ამ ხოლმე მუსიკალური ცენტრი არ არის. ტორტი, ჩემი საყვარელი ვანილის და ბლენდერი, ოკეი. მეგრო შეგეთ სამზარეულო ჩემს სახლში, მეგრო შეგეთ შეადარეთ. ჩემს სახლში ზუსტად ასეთივე სამზარეულოა, так, ოკეი. და მაცივარი გატენილია. Так, ოკეი, ნუ არა უშავს პრინციპში, ოკეი. так, აქ ყუდი. სტოპ. მე მაინტერესებს ერთი რამ. так, დროზე ერთი რამ მაინტერესებს და სერიოზულად? სტოპ. სერიოზულად? так, სტოპ, ერთი კითხვა მაქვს ფერმერთან, დროზე ფერმერთან. ფერმერო, საიდან იცი რომ ჩემს სახლში არის განლაგებული საიდუმლო ყუთი? საიდან? ნუ შესაძლებელია ჩამივიდეოებიდან, მაგრამ სტოპ. ნუ გატენილი არ არის, მაგრამ ფაქტი მართლა სახეზეა, რომ მან იცის, ფერმერმა იცის, რომ ჩემი სახლის ქვეშ არის გათხრილი საიდუმლო ყუთი. ოკეი, так, ფეჩების არის მანქანა, ყვავილი, ზუსტად იგივე ყვავილი, როგორიც არის ჩემს სახლში, იდენტური სუფთად. так, და ონკანი. ნუ პრინციპში სამზარეულო ისე დგას, როგორც ჩემს სახლში. აი, მეგრო თქვენ შეგიძლიათ ადვილად ეს შემოწმოთ, როგორც ჩემს სახლში ზუსტად ისე დგას. ოკეი. მოიტახო შევიდეთ ამ ოთახში, სადაც არის საძინებელი. так, რასაც ხედავთ, ჩემს პრინციპში სახლში არის აი აქ საწოლი ასე განლაგებული და კიდე აი ასე. ოკეი, მოით დავკეთოთ უფრო კარგია კარები, так, ორიანი საწოლი, როგორც ჩემს სახლში, ყუთები, ისევ ცარიერი. так, ძროხას ფანჯრიდან ხედავთ, так, კიდე, ვერსტაკი და ოპა, სტოპ. სარდაფი, სერიოზულად? так, ოკეი, საწავიდეთ. მოით მეგრო ჯერ სარდაფი შევამოწმოთ და
თუ მოით მეგობრებო ჯერჯერობით სახურავზე ავიდეთ, იმიტომ მე ძალიან მაინტერესებს რა სარდაფია. იმიტომ ასეთი სახლისა ჩემთან არის და სარდაფი ჩემთან არ არის მეგობრებო. ტაქს და გაგიჟება მეგობრებო შეხედეთ. გამოდის ფერმერმა, ანუ ჩემს მეორე სართულზე როგორ არის, აქ არის წიგნის თაროები. თავად აი ასეთი მუსიკალური ცენტრი კი არა, დინამიკები უბრალოდ აქ განლაგებული. ხუთი და კიდე რაღაცა უბრალოდ დიდი ხანი არ ვიყავი და ასეთივე პანჯარა ჭერიდან იატაკამდე და აქ კიდე ფერმერმა კრეატიულად მიუდგა ჩემს სახლს და მეორე სართულზე ამის მაგივრად გააშენა სამუშაო ოთახი კომპიუტერით, მაგიდით, კომფორტული სკამით, ისევ ყუთებით, ისევ ცარიელებით. ეს არა უშავს წიგნის თაროები, შეგიძლია წაიკითხო კითხვა. წიგნები შეგიძლია არ ვიცი იმუშაო, რაც გინდა ის შეგიძლია გააკეთო. ტელევიზორი, პრინციპში ტელევიზორი იყოს კარგი იქნებოდა, მაგრამ არა უშავს პრინციპში, ოკეი, არა უშავს. ტაქს და მე ძალიან მაინტერესებს თუ რა სარდაფი არის მან განლაგებული. მოით ჩავკეტოთ ახლა სახურავი. და მოით ახლა წავიდეთ. ვერ გავიგე. რა? Так. Стоп. Ой, ფერმერო საწახვედი საერთოდ. ნაშენ აი ამის გამო საერთოდ სახლიც არ დაზიანდა, ნუ არა უშავს პრინციპში. მეგობრებო, так, აი ეს უკვე -1000 ქულა. ყველაფერი რაც თქვი მეგობრებო დაივიწყოთ. მე საერთოდ არ მომწონს ფერმერის სახლი. კაი მეგობრებო, ოკეი. ეს პრინციპში არ არის ნამდვილი ის ტელეპორტი, მაგრამ რა თვითონ ფაქტი იმისი რომ გააკეთა. რას ნიშნავს? так, მეგობრებო, აი ეს მართლა უკვე არ მომეწონა. მოით უფრო კარგია წავიდეთ. პრინციპში სახლის არა უშავს, მაგრამ სარდაფი ოკეი. так, ფერმო, რაც მინდა გითხრა, პრინციპში სახლი მე მთლიანად ვნახე. მე ყველაფერი მომეწონა გარდა იმ სარდაფისა. სარდაფი აღარასოდეს აღარ გააკეთო ასეთი. ოკეი, და ჩვენ ახლა გადავდივართ მერის სახლთან. როგორც ჩვენ უკვე ვხედავთ, პრინციპში როგორც ჩვენ უკვე გითხრა მერმა ვიდეოს დასწრებიდან, მან გააკეთა სახლი არა ხის მატერიალისგან. ოპა, რას ხედავ აქ ტაქს, ოკეი, უფრო კარგია არ იქ შეხედეთ მეგობრებო რა გააკეთა ტაქს, ოკეი, მოით უკვე შევიდეთ, მე ძალიან დამაინტერესა და პრინციპში რა მინდა გითხრათ. ჯერ ეს შემოდიხარ, არის ჭადრაკის იატაკი, ოკეი. ჭადრაკის იატაკი ეს ძალიან კრეატიულია, ჩემით ძალიან ლამაზი და ძალიან კოხტა. так, რას ხედავ კიდე ასეთი სამუშაო მაგი და კომპიუტერის გარეშე. მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს და სამზარეულოსაც წავიდა. სად გააკეთო საჭმელები, სად ყველაფერი მოხარშო, იქ შეწვა, სად უნდა შეჭამო, სად უნდა მიირთვა საჭმელი. ოკეი. так, რასაც ხედავ კიდე აი საწოლი მეგობრებო შეხედეთ. თუ ჩემს სოფელში, ჩემს სახლში და მე ფერმერთან არის უბრალოდ საწოლი აი ასე, მერმა გააკეთა აი ასეთი კოხტა, ასეთი მშვენიერი საწოლი. ვაუ, შეხედეთ, აქ შეგიძლია გამოის ფარდა, აქ შეგიძლია ჩამოგიდო რაღაც ფარდა და უბრალოდ პრინციპში მერთო ჩემო შეხედეთ მეგობრებო, პანჯარა ჭერიდან იატაკამდე მერმა გააკეთა ბუნებაზე, გარემოზე, აი ამაზე всё, ამაზე უკვე შემიძლია. ნუ კი, მინუსი არის ის რომ დიდი მინუსია ის რომ სამზარეულო არ არის ამ სახლში, მაგრამ ბუნება შეხედეთ მეგობრებო, გარემო, ბუნება, ყველაფერი ჩანს აქედან, ხეები, ყველა ხემცენარე ძროხა. მეორედ უკვე დავინახეთ ტაქს და მოით მეგობრებო უკვე ნახოთ თუ რა არის განლაგებული მეორე სართულზე. так, აჰა. ამოვედით და პრინციპში ოკეი და მეგობრებო გავიგე. აი ახლა მეგობრებო უკვე ჩემი აზრით ვიცი ვინც მოიგო. აქ მეორე სართულზე ჩემი აით
თუ ფერმერმა კარგად მიუდგა, კრეატიულად თუ მიუდგა იმას რომ გაეკეთებინა აი ჩემს სავით მაგივრად, იქ ბიბლიოთეკის მაგივრად სამუშაო ოთახი. მერმა 1000 ჯერ უფრო კრეატიული რაღაც მოიფიქრა, შეხედეთ. სამზარეულო გააკეთა მეორე სართულზე. ეს კიდე всё, მეგობრებო, всё, გადავხდები აქედან. მეგობრებო, შეხედეთ. მერმა კიდე გააკეთა აივანი ასეთი კომფორტული სკამით და მაგიდით შეგიძლია ზაფხულს, ზამთარს, შემოდგომას, ესეც გინდა აიღო ჩაის ჭიქა და დაჭდე აქ და უყურო აი ამ ლამას ბუნებას, მეგობრებო. არა, 100%. так, окей, მოით მეგობრებო, გამოვიდეთ აქედან და უკვე ვთქვათ ჩვენი ვერდიქტი. так, ფერმერო, უკვე გამოვიდი და შემიძლია ვთქვა ჩემი აზრი. მოკლედ, მე დღეს დავხედე ორივესი სახლი, ფერმერისიც და მერისიც. პრინციპში მე ორივესი სახლები ძალიან მომეწონა. თქვენ ორივე კრეატიულად მიხვედით ჩემი სახლის დასაშენებლად, მაგრამ ჩემი აზრით დღევანდელ ბრძოლაში, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, შეგვიძლია ასე ვთქვათ, დღევანდელ ბრძოლაში გაიმარჯვა მერმა ჩემი აზრით. და ეს ასე ქვია, ჯერ კიდე არ არის ბოლო. так, მე რო ახლავე მოვალ, მეგობრებო, მე სპეციალურად თქვენ არ გაჩვენეთ, რომ მე მოგებული ადამიანისთვის შევინახე ასეთი 5 ამ ადგილას. აქ არის ეს არის მეგობრებო 5 7 სტაკი ისომლეთ და მოით მეგობრებო უკვე მოგებულს ასე თქვათ მივცეთ ეს 5. так, რომ ძიმე 5 მაინც 7 სტაკი ისომლეთ, так, მე რო აი მიიღე თუ შეიძლება შენი პრიზი 7 სტაკი ისომრუდი. სერიოზულად საფასტობთ, რატო არაფერი არ თქვი? ვაუ, დიდი მადლობა. არაფრის მე რო ფერმერო თუ რამე შენ არ გეწყინოს, უბრალოდ ჩემი აზრით, ასე გვიძლია ჩემი აზრით მოიგო მერმა, მაგრამ ეს არ არის საბოლოო ჩემი გადამწყვეტი ნიშანი. რადგან მეგობრებო მერმა მოიგო დღევანდელ ბატლში, დღევანდელ ბრძოლაში ჩემი აზრით, რადგან მე მომეწონა მისი თითქმის ყველაფერი, ის და სამზარეულო მეორე სართულზე იყო, ასე გვიძლია ფერმერის სახლიც იყო მშვენიერი. გარდასარდაფის ასე გვიძლია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. იმედია რომ მე ფერმერი ამას უკვე აღარასდროს აღარ გააკეთებს, მაგრამ ჩემი აზრით ფერმერსაც ჰქონდა ძალიან ლამაზი კოხტა და მშვენიერი სახლი. უბრალოდ ჩემი აზრით ზუსტად გაიმარჯვა მერი, მაგრამ ეს არ არის ასე გვიძლია საბოლოო გადამწყვეტი ნიშანი, რადგან ახლა თქვენი ჯერია მეგობრებო. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, ვინ მოიგო დღევანდელ ბრძოლაში ჩემი სახლის დასაშენებლად, ფერმერმა თუ მერმა. და ახლა კი მეგობრებო, თქვენ გემშვიდობებით. მადლობა დიდი ვინც ყველა ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეზრდოთ, მე კი ახლა წავედი. ნახვამდის.